დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმას, რომ ადამიანი არის ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით კი ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ბავშვებზე, როგორც ჩვენს მომავალზე, როგორც ჩვენს დღევანდელობაზე და ვსაუბრობთ თუნდაც სიახლეების ჭრილში იმისთვის, რომ შემდეგ ეს ცოდნა მათი ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. სიახლე, რომელსაც დღეს თქვენ გაგიზიარებთ, სულ ახლახან გამოქვეყნდა მოზარდთა ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალში და კვლევის ავტორებმა 7000-ზე მეტი ბავშვის მაგალითზე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთეს. ისინი დააკვირდნენ ბავშვებს, რომელთაც ჰქონდათ კონკრეტული პოსტტრაუმული სტრესი, ანუ ფსიქიკური ტრავმა, რომელმაც შესაძლოა ბევრისთვის შეუმჩნევლად ჩაიარა. არადა, როდესაც კვლევა ჩატარდა, კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს ცვლილებები ჰიპოკამპში. მარტივად რომ ვთქვათ, ჰიპოკამპი ეს არის თავის ტვინის სტრუქტურა, რომელიც ძალიან მგრძნობიარე გახლავთ და განსაკუთრებით მგრძნობიარე სტრესის მიმართ, რომელმაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს ბავშვის მეხსიერების შესაძლებლობები. და სწორედ ჰიპოკამპის კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომელთაც თავიანთი ცხოვრების, ჯერ კიდევ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე უკვე ჰქონდათ 3 ან მეტი ეპიზოდი ფსიქიკური ტრავმისა, მათ 17%-ით შეუმცირდათ ზომებში ჰიპოკამპი იმ ბავშვებთან შედარებით, ვისაც მსგავსი ტრავმა, ფსიქიკური ტრავმა გადატანილი არ ჰქონდათ. წარმოგიდგენიათ, რა მნიშვნელოვანია ის ფაქტები, რაც ერთი შეხედვით სხეულს არ ეხება, მაგრამ მთლიანად ცვლის ჩვენს სხეულს და რაც მთავარია, ცვლის ჩვენს დირიჟორს, თავის ტვინს და მათ შორის ჰიპოკამპს. და როდესაც ამგვარი მონაცემები გაანალიზეს, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ ფსიქიკური სტრესი, ბავშვის მიერ გადატანილი პოსტტრაუმული მდგომარეობა არის ის ეპიგენეტიკური ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს გენური ინფორმაციაც კი. მე დავაზუსტებ, რას ნიშნავს ეპიგენეტიკური ფაქტორი. გენეტიკა ის რაც ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობის წინაპრებისგან, მაგრამ როდესაც საუბრობთ გარემო ფაქტორებს, მოვლენებს, რომელიც გენეტიკით არ არის განპირობებული, მაგრამ შეუძლია შეცვალოს ჩვენი გენური ინფორმაცია, ეს ეპიგენეტიკა. ტრავმული მდგომარეობა, სტრესი, პოსტტრაუმული სტრესი, ეს არის ზუსტად ის ფაქტორები, რომელიც ცვლის ეპიგენეტიკურად ბავშვის მდგომარეობას, ცვლის მის გენურ ინფორმაციას და ზომებშიც კი ამცირებს ისეთ სტრუქტურას, როგორიც არის ჰიპოკამპი. ჩვენი ჯანმრთელობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა ქმნის იმ საფუძველს, რასაც ქვია ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, დღეგრძელობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი. მაგრამ, როდესაც ჩვენ ასაკობრივ ჯგუფებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ყოველთვის ვსაუბრობთ ბავშვებზე. არა უბრალოდ პასუხისმგებლობით, ჩვენ ვსაუბრობთ სიყვარულით, განსაკუთრებული სინაზით და იმის გაცნობიერებით, რომ ყოველ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეს სწორედ ასეთი თემა გვაქვს, თემა, რომელიც ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს, ძალიან განსხვავებულია თავისი შინაარსით და თქვენ წარმოიდგინეთ შედეგებითაც, მაგრამ ძალიან აქტუალურია ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ ამ დარგის ძალიან გამოცდილ სპეციალისტთან ერთად, რომელიც გახლავთ ბავშვთა სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი, პროფესორი ბატონი დიმიტრი კუპატაძე. დილამშვიდობისა, ბატონო დიმიტრი. დილამშვიდობისა. მიხარია, რომ აქვს შესაძლებლობა კითხვები დაგისვათ თქვენ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამა თუ იმ დარგში ვყალიბდებით, ხშირად ჩვენ გვიწევს უკვე არსებული გზის გაგრძელება. მაგრამ თქვენ მოგიწიათ პრაქტიკულად ახალი გზის დაწყება, როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვთა სისხლძარღვთა ქირურგიაზე. და მთავარი კითხვა შეიძლება გაუჩნდეს საზოგადოებას, რატომ უნდა ვისაუბროთ ცალკე ბავშვთა სისხლძარღვებზე, რატომ უნდა ვისაუბროთ ცალკე ბავშვთა ანგიოლოგიაზე, როდესაც ვიცით როგორია ზრდასრული ადამიანების სისხლძარღვები. დიახ, ბავშვებსაც აქვთ ვენები, აქვთ არტერიები, კაპილარები და ასე შემდეგ. მაგრამ რითი განსხვავდება ბავშვის სისხლძარღვოვანი სისტემა ზრდასრულისგან? არის საერთოდ ასეთი განსხვავება? ძალიან დიდი განსხვავებაა. სიზარღვებს აქვს თავის ფენები, რომელიც ბავშვის ასაკში არის ზდოვანი, იზრდება
განსხვავდება აბსოლუტურად ყველა ფენა, შიდა ფენა ენდოთელიუმი, კუნთოვანი გარსი, ძალიან განსხვავდება და მე ბავშვებს, აი ახალდაბადებული შვილებს ერთ წლამდე ძალიან ბევრი რჩებათ ემბრიოლოგიური უჯრედები, რომელიცგანაც შეიძლება განვითარდეს აი ესა თუ ის სიზართა დაავადება. აი ამაშია მთავარი განსხვავება. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ახლა რაც თქვენ ბრძანეთ, თავისებურება, რომელიც ანატომიაშიც კი იკითხება, შეიძლება უკვე ჩამოყალიბდეს როგორც პრობლემა. ერთ-ერთი თქვენ მიანიშნეთ კიდეც, ანუ ნაყოფის პერიოდიდან გამოყოლილი უჯრედები, რომელმაც შეიძლება ახალ წარმონაქმნებს დაუდოს სათავე. მაგრამ ყველაზე ხშირ პრობლემათა შორის, როდესაც ვსაუბრობთ ბავშვთა ასაკში, სისხლძარღვების დაზიანებაზე, ზრდასრულებისათვის, მაგალითად იმის გამო, რომ გუსის დახვრიტა სისტემა არის წამყვანი ლიდერი დაავადებებს შორის, ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ხოლმე ათეროსკლეროზზე და ათეროსკლეროზულ დაზიანებაზე. ბავშვთა პოპულაციაში სისხლძარღვების რომელი დაზიანებაა ყველაზე გავრცელებული? ნუ პირველი ის არის, რომ როცა ვითარდება სიზართა სისტემა ემბრიოლოგიურ პერიოდში, პათოლოგია შეიძლება ეხოს, რომ ხდება მიკროტრომბოზები, გასაკვირია, მაგრამ ბავშვებში არის ემბრიონალურ პერიოდში არის ტრომბოზები, არტერიების, ვენების, თქვა თუ დედას რამე ვირუსული დაავადება გადააქვს, შეიძლება იყოს შუაგარსი, ანუ კუნთოვანი გარსი სიზარვის დაზიანებული, რომელიც იწვევს მერე ანევრიზმის აღზრდას, არტერიის გადაკეთებას, მის იშემიას და ესე მრავალი და მრავალი. ეგივე ეხება ლიმფატიურ სიზარღვებს, როგორც ჩდება მერე ლიმფანგიომები და ლიმფოსტაზები, ანუ შეშუპებები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და ჩვენ შეგვიძლია იმავე უკვე ემბრიოლოგიურ პერიოდში ეხოსკოპიით, მაგალითად ფეხმძიმე ქალთან გავშინჯოთ, ვნახოთ როგორ ვითარდება კიდურები და ყველა სიზართა მანქს არის თავის გამოხატულება უკვე ემბრიონალურ პერიოდში და შეიძლება იქედანვე გავაკეთოთ დასკვნა რა პროგნოზიელი ამას როგორი ფორმა, მძიმეა, მჩატეა, შეიძლება რომ უშველოთ ჩვენი მეთოდებით, რომელიც დღეს ვიცით და დამუშავებით თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე თქვენი მინიშნება, ის რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ჩვეულებრივი ეკოსკოპიური კვლევით ჩვენ შეგვიძლია უკვე უამრავ პრობლემას მივაგნოთ. მაგრამ ამავე დროს თქვენ ბრძანეთ, რომ გარე ფაქტორების გავლენით, თუნდაც დედის ორგანიზმზე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. თქვენ ახსენეთ ვირუსები. აქ ბანალური გრიპის ვირუსი ან ნებისმიერი რესპირაციული ინფექციაც იგულისხმება, ბატონ დიმიტრი? ბანალური გრიპი პირველი და მერე მიღებული იყო სიცხეების დროს ასპირინის მიღება, რომელიც უკვე დამტკიცებულიც არის, რომ ავლენს სიზართა განვითარებას, ანგიოგენეზს უძახიან მაგას, სიზარების განვითარება მაგაზე მოქმედებს იმ მომენტებში და იწვევს მანკებს, ესეც შეიძლება. ანუ როდესაც დედა მოიხმარს ასპირინს? როდესაც დედა მოიხმარს და სხვათა შორის ერთი არის ის კარგი, რომ ეს დაავადებები 90% გენეტიკურად კი არ გადადის. აი ის მიდრეკილება რაც არის და დედას რაც ემართება უმეტესწილად პირველი 3 თვე, მაგას აქვს უმთავრესი მნიშვნელობა, როცა ყალიბდება ემბრიონი. ანუ ჩვენ რომ პირველ ტრიმესტრს რომ უწოდებენ ხოლმე და ყოველთვის ორსულ ქალბატონებს ეუბნებიან, პირველი 3 თვე საპასუხისმგებლოა. ერთ-ერთი მხარე ამ პასუხისმგებლობის უკავშირდება სწორედ ბავშვის, მომავალი შვილის სისხლძარღვოვან სისტემას. რა თქმა უნდა. და ამიტომ შეიძლება უკვე ეხოსკოპიით მაგვე პერიოდში ეხოსკოპისტმა რომელსაც ესმის ეს პრობლემები, ანგიოქირურგიული პრობლემები დასთვას, რომ აი ეს და ეს მანკი ექნება. ან ლიმფატიური, ან ვენოზური მანკი, ან შეიძლება კიდევაც არტერიოვენოზური მანკი, უკვე თელი სიმპტომებია დამუშავებული, უკვე მერე მოზრდილ ბავშვებზე შესწავლილია ეს კლინიკა, შესწავლილია მაგათი ანგიოგრაფიული სურათი, შესწავლილია ეხოსკოპია და დამუშავებულია ოპერაციული ჩარევები და რა დონის და როგორი ალგორითმით უნდა ჩატარდეს ეს ოპერაცია. ერთი შეკითხვა გამიშთა, ბატონ დიმიტრი, როდესაც მაგალითად ჩვენ სხვადასხვა დარგის ექიმები ვსწავლობთ, როგორ მოვიგოთ დრო, ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს იმისათვის, რომ მოვემზადოთ უკეთესი მომენტისათვის, როცა ახალი წამალი, ახალი კვლევის მეთოდი და ასე შემდეგ იქნება. მუცლად ყოფნის პერიოდში, აი ახლა თქვენ რაზედაც საუბრობდით,
ჩვეულებრივი ეკოსკოპიით აღმოჩენილი პრობლემა გვაძლევს და თქვენ დარგის ექიმებს აძლევს საშუალებას ბავშვი რო დაიბადება მომზადებული დახვდეს ამას 90% შემთხვევაში აძლევს და თუ ის ეხოსკოპისტი გარკვეულია და იცის კლინიკური სურათი მაგ დაავადებების. დიახ. ყველაზე მარტივი და ყველაზე კარგი მეთოდი, რომელთაც შეიძლება ვისარგებლოთ. ერთი ყველაზე მარტივი, ერთი შეხედვით და ყველაზე გავრცელებული პრობლემა გამახსენდა, რომელიც აუცილებლად მინდოდა დღეს თქვენთვის მეკითხა ამის შესახებ, ეს არის ტრავმები. უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვები არიან სწორედ ის კატეგორია, რომლებიც ცელქობენ, რომლებიც ხშირად იღებენ სხვადასხვა სახის ტრავმას. რა თქმა უნდა, ტრავმა თავისი ბუნებით განსხვავებულია, გამოვლინებებით, სიღრმით, სირთულეებით. მაგრამ სამწუხაროდ ტრავმების დროს ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ სისხლძარღვები დაზიანდეს. აი ბავშვების შემთხვევაში როგორია სურათი? ზრდასრულებთან გასაგებია. ბავშვების სურათი მაგალითად არის ტრავმატოლოგიაში, მაგალითად ბეჭის ძვალის მოტეხილობა იდახვთან ახლოს და მაგის მერე თანაც თაბაშირში უდევს ხელი. ხრიზვლის ძვალი თაბაშირში უდევს ხელი და არ ამჩნევენ ყურადღებას, როგორი ტემპერატურა აქვს მტევანს, არის თუ არა პულსაცია და მერე აღმოჩნდება, რომ თუ ვერ მიაქციეს ყურადღება, მერე ის ხელი რო იძახიან ხმება, ვერ იძვე, იმიტომ რომ გადაიტანა იშემიური სინდრომი და კოლატერალები განვითარდა. ის გზები, რომელიც კვებავს და მაგისტრალური არ არის გადაკეტილი. აი მაგ დროს არის საჭირო ეს ცოდნა და აუცილებელია მაგ ტრავმების დროს აი ამის მიხედვა, რომ პულსაცია, ტემპერატურა ხელის როგორია, რომ უნდა იყოს როგორც სიმეტრიული ხელზე და ეს შემდეგ. ძალიან ბევრი შემთხვევაა ჩემ პრაქტიკაში, მაგალითად მარტო 2011 წლამდე მქონდა 383 შემთხვევა, როცა მიმართავდნენ ექიმები და ჩვენ ვღებულობდით ზომებს. ოპერაციამდე მაგალითად არტერიოპლასტიკა გაგვიკეთებია. ანუ არტერიის პლასტიკა რეალურად. არტერიის პლასტიკა თავისივე ვენით, რა თქმა უნდა მიკროქირურგიული მეთოდით. იმიტომ რომ ბავშვებში თქვა 2 მმ და 3 მმ სისის ზარღვი, მაგას ჩვეულებრივი ანგი შეიძლება, მაგრამ შედეგი არ იქნება ისეთი. ძალიან კარგი იქნება ვუთხრათ მშობლებს, ბებია-ბაბუებს, რომლებიც ძალიან ყურადღებით არიან ხოლმე ბავშვების მიმართ. რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ სისხლძარღვის პრობლემა არ გამოეპაროთ მხედველობიდან? გასაგებია, აი ის რაც ახლა თქვენ ბრძანეთ იგივე მოტეხილობასთან დაკავშირებით და აღწერეთ სიმპტომები, როდესაც პულსაცია არ არის, ფერსი ცვლის, ტემპერატურა იცვლება კიდურის, მე დარწმუნებული ვარ, ამ სიმპტომებს აუცილებლად დაიმახსოვრებენ ჩვენი მაყურებლები და ოჯახში ამას მიაქციან ყურადღებას. მაგრამ სისხლძარღვის პრობლემა ბავშვებში რომ არ გამორჩეთ, არის ისეთი მდგომარეობები, როდესაც ეს ხილულია და როდესაც მშობელმა უნდა იცოდეს, რომ აი დრო არ დაკარგოს და მიმართოს უნდა სპეციალისტს. თანამედროვე დიზაინი ბინებში, ოთახებში, სახლებში ბევრ შუშას მეშვება. მაგალითად შედიხარ სამზარეულოში, შუშის კარებია რაღაცა და 4-5 წლის ბავშვს შეიძლება ან ხელით დაკრას, ან ფეხით და ყველაზე საშინელი ტრავმა აქ შუშით ჭრილობების მიღება, იმიტომ რომ ისეთ სისხლძენები იცის და ისეთ რაღაცები, ეს პირველი, მეორე მწვავე საგნები. მაგალითად, აი თუ ღობეა ისეთი, უნდა მიაქციოს, რომ იქითკენ ბავშვმა ზედმეტად არ მიაქციოს. ბევრი ფაქტორია ძალიან. ეხლა არ ვიძახი დამწრობაზე და ეგ უკვე გასაგებია, მაგრამ სიზარდო მაგალითად აი ყველაზე რთული ტრავმები მე ჩემ პრაქტიკაში შემგვიდე შუშის ნატეხის შეფსევაში, მაგრამ რაც უნდა ვივარავდოთ, რომ ბავშვის ცელქობის დროს მაგ საგნით გაიჭრის ქსოვილს და მაგრამ ეს საკმაოდ იოლია, იმიტომ ჩანს პირდაპირ სისხლძენა ეგრევე სასწრაფო, ეგრევე მაგრამ საქმე იმაში, რომ ის სასწრაფო რომ მიიყვანს საავადმყოფოში. იმ ქირურგმა, ვინც აკეთებს, უნდა იცოდეს ბავშვთა ანგიოხირურგია და ის მეთოდები, როგორ იკერება ბავშვის სისხლის ზარღვი. მიციან მიკროქირურგებმა ეს არ ეშლებათ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში პლასტიკა საჭირო ყოფილა შემთხვევები, რომ დედისგანაც აგვიღია ვენა, რომ არტერიაში ჩაგვედგა და მთელი უამრავი რაღაცა. მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რომელზედაც დღეს თქვენ საუბრობდით და არის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ გვაქვს ამ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა და მე ვფიქრობ, რომ პატარების ცელქობა
ბევრად ნაკლებ ზიანს მოუტანს მათ. თუ დღევანდელ თქვენ საუბარს მშობლები გაითვალისწინებენ და რაც მთავარია გაითვალისწინებენ მაშინ თუ სამწუხაროდ მოხდა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ წინ დახედულებით მოხდება ბავშვი შესაბამის სტაციონარში იმისათვის, რომ მიიღოს შესაბამისი დახმარება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი თქვენ დღევანდელი სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ ძალიან ბევრი პრაქტიკული რეკომენდაცია გაუზიარეთ ახლა ოჯახებს. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ბავშვთა სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი, პროფესორი ბატონი დიმიტრი კუპატაძე. მე არ გემშვიდობებით, წინ გველოდება კვებითი შუქნიშანი. კვებითი შუქნიშანი და კვებითი რეკომენდაციები, რომელიც უხშირესად თემატურია და დღეს არის ბავშვების საჭიროებაზე მორგებული. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველად არ ვსაუბრობთ სისხლძარღვის ჯანმრთელობაზე და არც კვებას შევაფასებთ ამ ჭრილში. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ბავშვის სისხლძარღვის ჯანმრთელობაზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის თავისებურება, რომელიც ანატომიურადაც და ფუნქციურადაც მხოლოდ ბავშვის სისხლძარღვისთვის არის დამახასიათებელი. და თუ ამ ასაკობრივ საჭიროებებს მიუსადაგებთ კონკრეტულ საკვებ პროდუქტებს, რომელიც მაინც და მაინც არ უყვართ პატარებს, მე უნდა გაგახსენოთ ერთი ნივთიერება, რომლის როლი არის დაუმსახურებლად მივიწყებული. ეს გახლავთ C ვიტამინი. ჩვენ შეგვიძლია უამრავი პროდუქტი დავასახელოთ, უამრავი ნივთიერება გამოვიყენოთ, უამრავი სხვადასხვა კომპლექსი ვიტამინური, მაგალითად სოციალური ქსელის რეკომენდაციით ჩავრთოთ ბავშვის გასაკარჟებლად ან სისხლძარღვების განმტკიცებისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მტკიცებით დადასტურებული სისხლძარღვის კედლის სიმტკიცის განსაზღვრელი გახლავთ სწორედ C ვიტამინი. C ვიტამინის ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძვლოვანი სისტემა არასრულფასოვნად ყალიბდება. გარკვეული ხარვეზებით ყალიბდება. C ვიტამინის ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ ბავშვის იმუნური პასუხი შეიძლება იყოს არასრულყოფილი. C ვიტამინის ნაკლებობა ნიშნავს კოლაგენის წარმოქმნის ხარვეს და C ვიტამინის ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ ბავშვის სისხლძარღვის კედელი არ იქნება სათანადოდ მტკიცე. ამას თან ახლავს თავისი შედეგები, მაგალითად აუხსნელი სისხლჩაქცევები კანზე შეიძლება იყოს არა რომელიმე დრამატული დაავადების გამოვლინება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ C ვიტამინის ნაკლებობა. მოხდება ორგანიზმის შევსება ადეკვატურად, გაქრება ასეთი გამოვლინებები. შეივსება C ვიტამინის საჭირო რაოდენობა ორგანიზმში, მაშინ ორგანიზმსაც ექნება ადეკვატური რეაქცია. ამიტომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არის სწორედ C ვიტამინის ადეკვატური მოხმარება. როგორ გავაკეთოთ ეს მედიკამენტებით, სინთეზური გზით მიღებული C ვიტამინით? ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს, რა განსხვავებაა მაგალითად სინთეზური ვიტამინებსა და ბუნებრივ ვიტამინებს შორის. დიახ, ის არის ქიმიური ნაერთი, რომელიც ხელოვნურად მიღებულია. მას აქვს ერთი ფორმა განსხვავებით ბუნებრივი ფორმებისგან და ამავე დროს ის არის იზოლირებულად ერთი ნივთიერება და არ არის კომბინაციაში ბუნებრივად სხვა ნივთიერებებთან, რომელთაც ანალოგიურად აქვს ძალიან ძლიერი სამკურნალო და პროფილაქტიკური დატვირთვა. ამიტომ C ვიტამინი ძალიან გვჭირდება საკვების სახით და განსაკუთრებით გვჭირდება ეს პატარების შემთხვევაში. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი თეფში. თეფში, რომელიც აუცილებლად გულისხმობს სწორედ C ვიტამინის შეხამებას, მრავალ სხვა აუცილებელ ნივთიერებასთან ერთად, ყველა დანარჩენ საკვებ ნივთიერებასთან. რა არის ჩვენი თეფში? 5 ფერის 5 პროდუქტი, ანუ 5 ჯგუფის პროდუქტი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სულ ცოტა ნახევარი, და ხშირ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ნახევარზე მეტი, ბოსტნეულის და ხილის გამოყენებით. სწორედ ბოსტნეული და ხილი არის C ვიტამინის წყარო ბავშვისთვის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ ორგანიზმმა დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება, მაგრამ შემდეგი ფაქტების გათვალისწინებით. თუ თქვენ
პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დიდხანს გქონდათ პროდუქტი, მაშინ C ვიტამინი ნაკლებია. თუ თქვენ დაჭერით პროდუქტი და ჰაერზე დატოვეთ, მაგალითად სამზარეულოში მაგიდაზე, C ვიტამინი პრაქტიკულად დაკარგეთ. თუ თქვენ მაგალითად მდუღარე ჩაიში ჩააგდეთ ლიმონის ნაჭერი, მაშინ C ვიტამინი აღარ გაქვთ. თუ თქვენ მაგალითად მოამზადეთ ბოსტნეულის წვნიანი და ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ ალუმინის ქვაბი, თქვენ დაკარგეთ C ვიტამინი. თუ თქვენ თავახდილი მოამზადეთ წვნიანი, ასევე დაკარგეთ C ვიტამინი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ თავახდილ ჭურჭელს მომზადების პროცესში გაუთავებლად უგრავდით. მოკლედ, რამდენიმე ფაქტორი დავასახელე, რის გამოც შეიძლება დავკარგოთ C ვიტამინი იმ პროდუქტებიდანაც კი, რომელიც გამორჩეულად მდიდარია. რომელია ასეთი პროდუქტები? ეს გახლავთ მაგალითად კივი, გამორჩეულად მდიდარ პროდუქტებზე აღარ ვამბობთ ზოგადად ციტრუსებზე არაფერს, ძალიან მნიშვნელოვანია სეზონური პროდუქტების გამოყენება, მწვანე ხახვი ან ნიადაგიდან ახალი წამოსული ნებისმიერი მწვანე ფოთლოვანი მცენარე გამორჩეულად მდიდარია C ვიტამინით, კენკრა გაითვალისწინეთ ასეთ შემთხვევაში და სეზონური, ენდემური, ჩვენს მიწაზე მოყვანილი პროდუქტები იქნება საუკეთესო არჩევანი თქვენი შვილისთვის და თქვენი ოჯახისთვის. მე ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღესდღეობას გისურვებთ.